დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაზიაროთ მაღალმა ღმერთმა. აგერ ჩემს მონასტერში ჩემთან სახარებას ვკითხულობდი ჩემთვის და რატომღაც მომინდა რომ თქვენთან ერთად წავეკითხო სახარება და შეძლებიც დაგვარარ განმარტო. თუ რამე შენიშვნა გექნებათ, დამიწერეთ კომენტარებში. ეს არის დღევანდელი წაკითხulis სახარება. ეს არის მათე სახარება 21 თავი 17 20 მუხლები. 17-20 მუხლი. დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით ბეთანია და იცეოდა მონ. და განთიად მორავიდო და ქალაქად შეემშია. და იხილა ლეღვი იგი ერთი გზასა ზედა. და მოვიდა მისა და არარა იპოვა მას შინა გარნა ფურცელი ხოლო. და რქვა მას, ნუღარა იყოფინ ნაყოფის შენგან საუკუნოდ. და განხმა ლეღვი იგი მეხსეულად. ვითარ საიხილეს მოწაფეთა მათ დაუკვირდა და იტყოდეს, ვითარ მეხსეულად განხმა ლეღვი იგი. ანუ მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე ერთ-ერთი გადაადგილებების დროს ქალაქ ბეთანიაში მოხდა ეს მოშივდათო ლეგვის ხეს მივიდა და ლეგვის ხეზე ნაყოფი ვერ იპოვა. გარდა მხოლოდ ფურცელი, ანუ ფოთლები რო ჩენებურად რო ვთქვათ. და უთხრა ლეგს რომ განხმიო. და ლეგვიც მეხსეულად განხმა. მოციქულება შეხედეს ამას ყველაფერს და გაუკვირდათ, რა უცებ გახმა ლეღვი იგიო. ამას ზოგჯერ გებულობენ ადამიანები პირდაპირ მნიშვნელობით და ლეგვის ხეს რაღაც დაწყევლილად და რაღაც ამდაგვარად წარმოაჩენენ ხოლმე. ეს არის არასწორი მიდგომა, ჩემო ძვირფასებო. აქ უნდა ვიგულისხმოთ, ლეგვში უნდა ვიგულისხმოთ ადამიანი. თითოეული ჩვენგანი შეიძლება ვიყოთ ამ ლეგვის ადგილზე, დაგვიფაროს ღმერთმა, მაგრამ უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ არ აღმოჩნდეთ ლეგვის ადგილზე. რა ვერ იპოვა ლეღვზე? ნაყოფი. რა ნაყოფი უნდა ქრისტეს ჩვენგან? აი ჩვენ ვართ ლეღვი. მე თქვენ და რა ნაყოფს ელოდება ქრისტე ჩვენგან? მისი სიტყვის მიერ ცხოვრებას, ხო ასია? მარტივად რო ვთქვათ. და როდესაც ამ ნაყოფს ვერ ხედავს, ვერ დაინახა, რა უთხრა ლეღვს? განხმიო და ის გახმა. ესე იგი, ჩვენ უნდა ვცხოვრობდეთ ქრისტეს მიერ ცხოვრებით, ანუ ჩვენ მაღალ ღმერთს ჩვენი ცხოვრებით ნაყოფს უნდა ვაძლევდეთ, უნდა გამოგქონდეთ ჩვენ ცხოვრებით ნაყოფი და ღმერთს უნდა ვწირავდეთ. ავიღოთ მოდი ჩვენი სამშობლო საქართველო. ყველა ვიცით, რომ ეს არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. გავიგეთ. თან ამას ერთად ყველა ვიცით, რომ ხელისუფლება ფულის კეთების მიზნით ეგრეთ წოდებული არაბული ინვესტიციებით ყიდის ქართულ მიწას. რომელ მიწას? ღვთისმშობლის მიწას. თუკი ჩვენ ამას ხმას არ ამოვიღებთ, ეს ღმერთისადმი ნაყოფის მიცემა იქნება ვითო? თუკი ამ მიწას ჩვენ გავასხვისებთ, ქალაქებს თუ აუშენებთ, იმ ერებს, რომლებიც ისტორიის მანძილზე საუკუნეების განმავლობაში ხოცვაში ლეტა იყო ქართული გენის და საქართველოს არ ქრებოდა და ღვთისმშობლის წირხვედი არ ყოფილიყო, არამედ ვილაიეთი და რაღაც სახანო და რაღაც მსგავსად ყოფილიყო. ამ ერებს თუკი ჩვენ ქალაქებს ავაშენებინებთ, კორპუსებს აუშენებთ და ვაცხოვრებთ და უმრავლესობას გავხდით. ღვთისმშობლისადმი ეს მისი წილხვედრი მიწისადმი პატივისცემა იქნება? როგორ ფიქრობთ? ხო ვიცით ყველამ, რომ ეს არათუ ნაყოფის არ მიცემა, მტრობა არის ღვთისმშობლისადმი და მაღალი ღმერთისადმი. რატო ფიქრობთ, რომ ჩვენ ქვეყანას არ ეტყვის განხმიო? რატო გონიათ ეგ? რატო წარმოგიდგენიათ, რომ ეს ქვეყანა არ დასრულდება? მე იმათ მიმართავ, რა თქმა უნდა, ვისვისაც საქართველოს სამშობლოა, თორემ ჩვენს გვერდით ქართული ენაზე მოლაპარაკე ასაც არსებობს, რომლებიც თავარია
სადილი კონდეს თვითონ ჭამოს და ეს ქვეყანას ყარწაუღია კაც თავარია ლიჟბი თვითონ იყოს კარგად რა როგორც ეს ჟარგონულად რო ვთქვა ამ ხალხს არ მოგვართავთ რა თქმა უნდა ამ ხალხიდან აფელი აღარ გამოითლება სამწუხაროდ არა მაგ ისეთი დიდი იმედები ამ ასე მსგავსა ზოგადოება რომ ვთქვათ რაღაც გაიღვიძებს სინდისი რა რაღაც მერთმაც კი რა ვწდებოდ მე იმათ მოგვართავ ვისაც ჯერ კიდე შერჩენილი გაქვთ სინდისის ქენჯნა ყველაფერ ამაზე ვისაც ბოლომდე არ მოგიკლავთ არ ჩაგიწიხლავთ სინდისის ხმა თქვენ თავში და ფულისა და ხელფასის გამო და სადილის გამო და ჭამის გამო არ ხართ შეკრული იმ სისტემასთან რომელიც სისტემას ღვთისმშობლის წილხვედრ მიწას ასხვისებს ფულის კეთების მიზნით კორპუსებს აშენებს და ასახლებს უწყოელებს იმათ მოგმართავთ ვისაც ჯერ სინდისის ხმა არ ჩაგიწყვეტიათ არ ჩაგიკლავთ თქვენში რატო ვართ ჩუმად მეგობრებო არ გიშინიათ არ გვეშინია რომ განხმიო ღმერთმა რომ გითხრას რა არ მოხდება შეუძლებელია თუ არ ვიბრძოლეთ ხმა თუ არ ამოვიღეთ არ მოხდება ვითომ მოხდება თან ძალიან მარტივად მაშინ მოხდება ეს აი როგორც ლეღვი გახმა უცებ ესევე გახმება და გაქრება ჩვენი სამშობლო პოლიტიკური სივრციდან პოლიტიკური რუკიდან თუ კი არ ამოვიღებთ ხმას თუ კი ჩუმად ვიქნებით ასე რომ თუ კი თავს ქრისტიანად თვლი ნაყოფი უნდა მიცე ღმერთს და თუ კი თავს სამშობლოს მოყვარულად თვლი არ უნდა დაუშვა ქართული მიწის გასხვისება და ქართული ეთნოსის გენოციდი ჩვენს ქვეყანაში რაც ხდება ჩემი ღმერთმენით რასაც მე უყურებ ასე ვთვლი რომ ქართული ეთნოსის მიზანმართული გენოციდი მიმდინარეობს იმეც ვიტოვებ რომ ჩვენი ბრძოლა თქვენთან ერთად ვინც მისმენთ შედეგს გამოიღეთ ვინც ჯერ არ ჩართულ ხართ ბრძოლაში ჩაერთვებით ბრძოლა კიდე იგულისხმება აქტიობა ერთობლივი კონდური აქტიობა რა თქმა უნდა ჩაერთვებით და ხმას ამოიღებთ ღვთისმშობლის წილხვედრ მიწის დასაცავად გაგაზიაროთ მაღალმა ღმერთმა დაგლოცოთ უფალმა და ღმერთმა შეაყვაროს ქართველს საქართველო და ღმერთმა გაუძლიერო ჩვენს ხარს სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის და მადლობა თქვენ მოსმენისთვის